ყველა ემორჩილი. პარლამენტის 4-ხმა კომიტეტმა დღეს ბათუმში გასვლითი სხდომა გამართა. განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი და ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში. იმსჯელეს ახალ კანონებზე და ინიციატივებზე. უკვე მე რამდენად მიწევს ასე დავიწყო. სოფელს ცეცხლი ეკიდა და გიჟით მას ივარცხნიდაო. როცა ევროკავშირი კრიტიკულ რეზოლუციებს ერთმანეთის მიყოლებით იღებს, როცა მეგობარი აქტი განხილვაშია, როცა ქართული ოცნების წარმომადგენლების უმრავლესობა სანქცირებულია, როცა ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებაზე საუბრები აქტიურებულია, ხალხი ქუჩაშია, პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა დღე იზრდება და ყველა დასავლელი პარტნიორი გვაკრიტიკებს ხან რუსული კანონების გამო, ხანაც დემოკრატიული უკუსვლის და ხანაც ხალხზე ძალადობისა და რეპრესიების გამო. ქართული ოცნების არალეგიტიმურმა პარლამენტმა გასვლითი სხდომა მოაწყო ბათუმში. ზღვის სეზონია მაინც, თანაც ყველა დასავლელი პარტნიორისაგან იზოლირებულმა ქართულმა ოცნებამ სად უნდა ისაუბროს ასოცირების ხელშეკრულების პირობებზე თუ არა ბათუმში. მოკლედ ქოცი ილუზიას ქმნის, რომ ყველაფერი კარგად არის, ხელისუფალი საქმიანობს, ქვეყანა ფუნქციონირებს და ასოცირების ხელშეკრულებაზე სასაუბროდ თბილისი რომ არ ეყოთ ბათუმს მიაშურეს. ამ ყველაფრის დაჯერებას კი საზოგადოებისთვის საკუთარი პროპაგანდისტული ყუთებიდან ცდილობენ. მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით ლაგუნავერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობს მორეწყვეტი სამუშაოები, როგორც სავანაწილზე, ასევე საფეხმავლო ტროტუარებზე. თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება და დედაქალაქსაც უნდა ხელის შევლება. ფუსფუსი და ფაციფუცი აქაც აუცილებელია. გლდანში გამქრალი 500 ტონიანი მილები ვერც ამ არჩევნებისთვის იპოვა გალაძემ. არც ავტობუსებში გაფლანგული 60 მილიონი ჩანს სადმე, არც მიწისძე და მეტრო გვაქვს, არც შემოვლითი რკინიგზა, არც ვეფხისა და მოყმის ხიდი, არც ლაგუნაში ჩაგვისხა წყალი მერმა. ცენტრალური პარკი ისევ არ გვაქვს. საცობებს ბოლო-ბოლავ არ უჩანს პარკეტილის ჭერზე, აღარაფერს ვიტყვი, მეც კი მეუხერხულება უკვე. განვახორციელოთ ახალი პროექტი, რომელიც 2019 წელს დაიწყება, უკვე 2019 წლის ბოლოს. ეს არის ახალი მიწისძე და მეტროს მშენებლობა სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ასევე სამგორი აეროპორტი სამგორი. გონია რომ ეს არის დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი. განხორციელებას ჩვენ ვიწყებთ 2019 წლის ბოლოს. დაახლოებით 8 ახალი სადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში. გონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ 200,000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება. საცობების განტვირთვის მიზნით ასევე დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები. მაგრამ რაღაც მაინც ხომ კეთდება, წინა საარჩევნოდ ქუჩების მორეცხვა დაიწყო გალამ. და მოსახლეობას ვამცნოთ, რომ აღნიშნული ტიპის მორეწყვეტი სამუშაოებს არ აქვს ერთჯერადი ხასიათი და ეს იქნება ინტენსიურად მთელი ზაფხულის განმავლობაში. გუშინ ინფორმაციისთვის მორეწყვეტ წერეთლის გამზირის სრულად. სისტემატიური ხასიათი ექნება 4 ოქტომბრამდე ექნება და მერე ვნახოთ. წესით 2029 წლამდე აღარ გვიწევს. ყველაფერი როგორი ლამაზი და კარგია, ამას პროპაგანდისტული მედია მოგიყვებათ, მაგრამ მხოლოდ იმის მტკიცება თუ როგორი ლამაზი და ჭკვიანი ქოცი საკმარისი არ არის. აუცილებელია შიშის დანერგვა, რომ თუ ლამაზ ქოცზე უარს იტყვი, მოამოვა და შეგჭამს. რევოლუცია მოდის ამ სიტყვებს საზოგადოება და ხელისუფლება უკეთ 13 წელია ისმენს და ხედავს მცდელობებს. ქოცთან ერთად პროპაგანდაც აჭრილია, თუ რევოლუცია მოდის რა გეზღვებათ და გებათუმებათ, ან 13 წელი რით ვერ მოვიდა ეს რევოლუცია. ჯერ კიდევ როდის იპოვა შინაგან საქმეთა დიდებულმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გადატრიალებისთვის შეგროვებული საბურავები. ვერ შემდგარი რევოლუციის მერე გეგმავენ ახლა რაღაცა ახალ მოცემულობას. გურამმა რევოლუცია ვერაო, მაგრამ ახალი მოცემულობა მოვაო. ეს ახალი მოცემულობა, რაზეც გურამი საუბრობს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებაა. თუმცა ზოგიერთი პარტია ჯერ ვერ ჩამოყალიბდა, უნდა მიიღოს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, რომელსაც გარდა იმისა, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ერთპიროვნულად დაკომპლექტებული ცესკო ჩაატარებს, ეუთო ოდირიც კი არ დააკვირდება. ფერნისით რომ ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებს იწვევდნენ ეუთო ოდირს. ობახიძეს
ეუთოდირმა თავად უპასუხა. საქართველოში პირველი საყოველთაო ადგილობრივი არჩევნები 2002 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ოდირს რეგულარულად იწვევენ საქართველოში ყველა ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ჩვენ სადამკვირვებლო მისიები გავგზავნოთ ყველა არჩევნებზე, გარდა ერთისა 2014 წელს შეზღუდული ბიუჯეტის გამო. ოდირმა კობახიძე ტყუისო, ყველა არჩევნებს ვაკვირდებოდით საქართველოშიო. ეგ კი არა ბოსნია-ჰერცეგოვინაში და სერბეთშიც კი დავაკვირდითო. სიმართლე სად არის კობახიძემაც იცის, მაგრამ პროპაგანდისტვის როგორც აწყობს, ისე იტყვის. ისიც იცის, რომ არანაირი ექსტრემიზმს დიდი ბრიტანეთი აქ არ აფინანსებს, მაგრამ მაგასაც იტყვის, როგორც იტყვიან, ენას ძვალი არ აქვს. იყო გარკვეული მაგიერი პრაქტიკა, მათ შორის ექსტრემიზმის დაფინანსების მაგიერი პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში. გამჟღავნეს, რომ პროპაგანდას და ექსტრემიზმის დაფინანსებას აპირებდნენ და დაიზიანეს ისევ საკუთარი თავი. ბრიტანეთმა დაიზიანა საკუთარი თავი და კობახიძე და პაპუაშვილი არიან დაუზიანებლები. რეჟიმი რომ მტერს და მოყვარეს დიდი ხანია ვეღარ არჩევს, ახალი არ არის. უფრო სწორად აღარ არჩევს, რადგან ყველა საკუთარ მტრად მიაჩნია, ვინც ამ ქვეყნის მეგობარია და მხარს უჭერს საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალს. ამ მორალურობას გვეუბნება დიდი ბრიტანეთის საელჩო, ვისი საქმეს ნამდვილად არ არის საქართველოს მთავრობა, საქართველოს ხელისუფლება და ქართული ოცნების გუნდი, ვის მოვიწვევთ და ვის არ მოვიწვევთ ჩვენ არჩევნებში დასაკვირვებლად. ახლად გამოჩეკილმა და უგუნურებების თქმაში სწრაფად დაწინაურებულმა დეპუტატმა არჩილმა ბრიტანეთს არავინ ეკითხება, აქ ბიძინა დიქტატურას დაამყარებს თუ ავტორიტარიზმსო. არჩევნებსაც ჩვენთვის ჩავატარებთო. ლუკაშენკოსავით. მე ყოველთვის ვამბობდი, ჩვენ არჩევნებს ვატარებთ ჩვენთვის. ამ ყველაფრის პარალელურად სისხლის სამართლის წესით დაკავებული აქტივისტების რიცხვი იზრდება და იზრდება. ემატებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც. ზოგიერთს უკვე დაჭერილს მეორედ უსჯიან პატიმრობას, მაგალითად ნიკა მელიას. ზურა ჯაფარიძეც ციხეშია, ნიკა გვარამიაც. ლელოს ლიდერების წინააღმდეგ საქმე მიმდინარეობს. მოლოდინის რეჟიმშია გიორგი ვაშაძეც. რაც შეეხება კიდევ ერთი პარტიის ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, საერთოდ ქვეყნის საბოტაჟს და მტრულ საქმიანობას ედავებიან. გიორგი გახარია პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე უკვე მეორედ დაიბარეს. ამჯერად ყოფილ პრემიერს და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს კითხვებს დაუსვამენ გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც ქვეყანამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე ტყესა და საძოვრებზე საერთო ჯამში 1,000,000 კვადრატულ მეტრ მიწაზე კონტროლი დაკარგა. აქაც აიჭრა პროპაგანდა. წლების განმავლობაში რომ ამტკიცეს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ქვეყანას ერთი გოჯი მიწა არ დაუკარგავსო, ახლა გახარიას დასაჭერად უწევთ ამტკიცონ, რომ ზუსტად მათი ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ არათუ გოჯი 1,000,000 კვადრატული მეტრი მიწა დაკარგა. 20 ივნისას თურმე არასწორად მომხდარა აქციის დარბევა. არა და იყო დრო სიამტკბილობისა. ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის. ჩვენ გვყავს რეალურად ერთადერთი ძლიერი და ღირსეული კანდიდატი პრემიერ-მინისტრობისთვის. ისე თავის დროზე აფრთხილებდნენ პრემიერ გახარიას წულუკიანის შესახებ და არ დაიჯერა. როგორ ბრძანეთ თქვენ, ის ხალხიო, აი სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპარლამენტის ყურადღებას გქონთ ბატონ გიორგი ერთი წუთი. საქართველოს მეგობრები არიან და არა ოპოზიციისო. ხო ესე ბრძანეთ ბატონ გიორგი. და იქნებ აი ეგ ამბავი რომ ეგ ეგრეა. აი თქვენ გვერდზე როზის, კაპიტონ სკიტიშვილის გვერდზე, პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი, კაპიტონ წულუკიანი. იქნებ მაგას აუხსნათ ეგ. მოხსნით ამ მინისტრს აი ეგეთ სამარცხვინო განცხადებისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირებს ჩვენი მეგობრების კრიტიკას, რომელსაც რომც არ ეთანხმებოდეთ. ტრული სახელმწიფოს ოკუპაციასთან და ილია ჭავჭავაძეს იხსენებს. მოხსნით აი ხა შეგიძლიათ უთხრათ რომ გადაყენებულია თუ არა. წულუკიანზე გითხარით რომ დავაწინაურე. თეას გახარიას დაწინაურება აღარ დასჭირვებია, თუმცა ბოღმამ თავი წლების შემდეგ მაინც იჩინა. ახლა წულუკიანი იმ კომისიის თავმჯდომარეა, რომელიც გიორგი გახარიას წარსულ დანაშაულებს იკვლევს და უკვე მეორედ იბარებს კომისიაზე გამოსაკითხად. გიორგი გახარიას დაჟინებული აქვს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. მონაწილეობისკენ იხრება ლელოც. თუმცა ამ ორივე პარტიის ლიდერები მიაღწევენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებამდე ციხის გარეშე, ეს მხოლოდ ბიძინამ იცის. პარალელურ რეჟიმში რეპრესიები სულ ახალ ეტაპზე გადადის. ჟურნალისტებსა და აქტივისტებს ოცნების წევრებზე დაწერილი სტატუსების გამო აჯარიმებენ. რუსული კანონები კი მოქმედებაშია. რამდენიმე დღის წინ ანტიკორუფციულმა ბიურომ, რომელსაც ჩემი აზრით კორუფციული ბიურო უნდა ერქვას, არასამთავრობოებს მურუსიძის სასამართლოს გამოყენებით მიმართა და კონფიდენციალური და ყოვლის მომცველი ინფორმაცია მოითხოვა. ყველა ბენეფიციარის შესახებ, რომელიც ოდესმე ჰყოლიათ. უფრო რომ დავაზუსტოთ, მოთხოვნილი ინფორმაცია მოიცავს ბენეფიციარებზე, მათ შორის ქალებზე, ბავშვებზე, ძალადობის მსხვერპლებზე, სოციალურად დაუცველებზე, უმცირესობებზე, ისეთი სახის კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემას, როგორიც არის საბანკო, სოციალური თუ სამედიცინო მონაცემები. და რამდენად სანდოა ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება მსგავსი სახის კონფიდენციალური ინფორმაციის გადასაცემად, ეს ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ. მამნებლური კანონების მიღება არ წყდება. ოცნების ვითომ დეპუტატებმა პარლამენტში დაარეგისტრირეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ფინანსურ დანაშაულებთან დაკავშირებით ახსრულების მექანიზმებს ამკაცრებს და პირებს ქვეყნიდან გასვლას უკრძალავს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს პირი
პირის ახლო ნათესავების ქონების დაყადაღებას და გამარტივებული პროცედურით აღსრულების ჩართვას. ეს კანონი მხოლოდ ბაჩიაშვილისგან ფულის ამოღებას ემსახურება თუ ოცნებას სხვა მიმართულებითაც გამოიყენებს, ესეც მალე გამოჩნდება. ფონზე კი კიდევ ერთი ქალი პატიმარი ყავს, რომელზეც სასამართლოს მანდატურებმა იძალადეს, ოცნება კი სისხლის სამართლის წესით უპირებს დასჯას. ნინო დათაშვილს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ისევე როგორც ჟურნალისტ მზია ამაღლობას. ყველა საქმე ისე გადაწყდება, როგორც ბიძინა მოინდომებს. ცრუმოწმეები, რომლებიც იმ ხალხს ვერ ცნობენ, ვიზეც ჩვენებას აძლევენ, რეჟიმის კიდევ ერთი მიღწევა. მაგრამ მოსამართლეები, რომლებიც ადრე ცუდ რაღაცებს ჩადიოდნენ, ახლა კარგ რაღაცებს ჩადიან. და წულუკიანს თუ დავესესხებით, ადრე თუ ბეჩავები იყვნენ, ახლა უვადოდ არიან გამწესებული სხვადასხვა სასამართლოში და ამ უვადობის საფასურს ოლიგარქის სურვილების ასრულებით იხდიან ძირითადად. თვითონ აი ეს დაბეჭდილება ესეთი იყო, რომ იქ მიუხედავად იმისა, რომ მე ახლა იქ მახსოვს და ყველაზე მეტად მე უნდა ვიყო, ასე ვთქვათ, ამ ხრივ მოსამართლის მიმართ აი რაღაც არავინ არ ეკითხებოდა სასამართლოს აბსოლუტურად არაფერს. ვინ იყო ეს ბეჩავი მოსამართლე, ხო არ გახსოვთ? მირანდა ერევანძე. მირანდა ერემაძე, რომელსაც არავინ არ ეკითხებოდა. მას რო სდომებოდა ქალბატონ მირანდას, აი 19-20 წლის დასისხლიანებული, დასახიჩრებული ახალგაზრდების რაღაცნაირად დახსნა ამ სიტუაციიდან შეძლებდა? იცით რა ის მე ხა მოსამართლეს რადგან დაუშვათ, ანუ არანაირად არ მინდა რომ გამოვიდეს რომ მე ხა ვამართლებ, ანუ არავინ არ ეკითხებოდა, ისეთი განწყობა იყო, ისეთი სიტუაცია იყო, რომ არავინ არ შეძლებდა. ეს ბეჩავი, როგორც თეა უწოდებს, 2019 წლიდან უზენაესის უვადო მოსამართლეა. როგორც იქნა აღარ არის ბეჩავი, ნაცებს ემორჩილებოდა, მაგრამ მის უვადოდ გამწესებელ ქოცებს აუცილებლად აუმხედრდება რამე რომ იყოს. შეიძლება მამუკასავით თავიც შეაკლას იდეას და ამ პირობებში, სანამ ხალხი ძალადობის მსხვერპლია, სასამართლო რეჟიმის ინსტრუმენტი, ოპოზიცია პატიმარი, პარტნიორები მტრები და პროპაგანდა ოფიციალური ენა, ოპოზიციას მართებს იფიქროს, რამდენად მართებულია მომავალ არჩევნებში ერთიანი ოპოზიციური სტრატეგიის გარეშე მონაწილეობა. თორე არჩევნებით თუ მის გარეშე, ადრე თუ გვიან რეჟიმი აუცილებლად ჩამოიშლება და მარტო ის მინდა რომ მაგ დროისათვის უკვე ნაპრემიერალი კობახიძე არ დარბოდეს ნატრიუსხის იორამივით და კვლავ რევოლუციით არ გვაშინებდეს. მოდის